მოგესალმებით, მებოდებოდი დება უფალს. შეგვეციოს უფალი მამაძე სული წმინდა. ეხლავეს. მოგესალმებით. ლეკვი მაჩუქეს. ლეკვი მაჩუქეს და მიწევს პატრონობა. ხანდახან მიიღებს არაუშავს. ხდება ხანდახან. მოგესალმებით. დიდება უფალს. შევასწორებ ცოტას. ძალიან კარგი. ძალიან კარგი, მოგესალმებით. ლოცვები წავიკითხოთ. კაცებო, შეუდგეთ ლოცვას მარხვას. დიდი უბედურება გვატეხია თავზე. ჩვენ საქართველოს, ჩვენ შვილებს, ჩვენ მომავალს. ლოცვა თუ გაგვაერთიანებს მარტო სიყვარული ღვთისა. სხვა დანარჩენის საუბრებით ვერაფერ კარგს ვერ მოვიგებთ. გაიგეთ ეს უფალი ღვთისმშობელი, ეს ღვთისმშობლის დღეს ასაულია გილოცავთ. შვიდობიანი დღე მოგმადლე, ღმერთო. ყველა ცოდვაშია მთელი ჩვენი სამყარო, მთელი ჩვენი საქართველო, დიდიდან დაწყებული პატარამდე, და ვისაც ცოტა უნარი შესწევს აზროვნებისა, შეუდგეთ უფლის დიდებას, მარხვას. წვერს მოიკვეცთ, ქალების საამებლად მოაკეთებთ. ღმერთს ახედეთ, სარკეში ყურებას გაეშვით. გაეშვით დიდი ცოდვა მაგი კაცები. ოღონდ ქალები კაცებად ხდებიან, იმიტომ რომ კაცები აღარ არიან. გაიგეთ ამის არა უბედურ დღეში ვართ. ღმერთმა ხელი მოგვიმართოს. თქვათ ღვთისმშობლისადმი ლოცვა. წმინდა
ანგელოსისადმი სამარადისო ბოდიში რადგანაც გაიხსნა ასე წავიკითხო წმინდა ვანგელოსო რომელიც ზედა აქ ჭირვეულსა სულსა და გლახაკსა ცხოვრებასა ნუ დამაგდებ ცოდვირსა ნუსა განმეშორები ჩემგან ბილწებითა ნუ სცემ ადგილსა ბოროტსა უფლება ჩემდა უძლურებისათვის მოკვდავდა ამათ ხორცდა ჩემთა უყვარ ხელი დავდომილსა და შეურასა სულსა და გვიძღოდი გზათა ცხოვრებისათა წმინდა ვანგელოზო ღვთისაო მცველო და მფარველო უღირსისა სულისა ჩვენისა და ხორცთაო ყოველივე შეგვინდე რაოდენი გააჭირვეთ შენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა და რაოდენი ვცოდეთ გამლის ამას ღამესა დაგვიფარე ჩვენ დღესაც ამას და დაგვისე უფალო განსაცდებთაგან და მზაკვრებათა წინააღმდომასათა რათა არა რომლითაც ცოდვითა განვარისხოთ ღმერთი და მეოხიყავ ჩვენთვის ღვთისა მიმართ რათა განგვამტკიცო შიშსა შენსა და ღირსად გამოაჩინე მისისა მეუფისა და მკვიდრად სახიერებისა უფალო იყავი ჩვენი მფარველი ღვთისმშობელს უთხრათ ლოსვაგილოსა ღვთისმშობელის დღესასწაულს ზეს და ბრძოლისა ჩვენისათვის და მოღვაწისა უძლებელისა ვითართა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან სამადლობესა შევწერა ღვთისმშობელო ქალწულო შენ და მომართ მონანი შენი არამედ ვითართა გაგვძლიერება უბრძოლველი ყოველთაგან ნებათა გაგვანთავისუფლეს ჩვენ რათა გიგალობდეთ შენ კურთხეულო გიხაროდე ზალო უძლო ოვლა დიდებულო და მარადის ქალწულო დედაო ქრისტე ღვთისაო მიათ როცვა ჩვენი ძესა შენს და ღმერთსა ჩვენსა რათა აცხონოს სული ჩვენი ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდე მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ ართ ნაყოფი მუცლისა შენისა რამე თუ მაცხوارი გვიშევ სულთა ჩვენთან ერისთვის და მამულისთვის ლოცვას ვთქვათ აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი ძლევა ჯვარითა ბარბაროსა და საფარველსა ქვეშე მისა დაგვისევ რათა ვიტყოდეთ უფალო დიდება შენთან შეგვეწია უფალო იყავი ჩვენი მფარველი მშვიდობიან დღეს გისურვებთ ნებოდადები ვთქვათ დღეს სახარება მათედან 9 ნეტარება ვთქვათ მათე სახარებიდან იწყება მეხუთე თავიდან ხალხი რომ იხილა მთაზე ავიდა და როცა დაჯდა მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და განახვა ბაგენი ასწავლიდა მათ და ამბობდა ნეტარ არიან გლახაკნი სულითა ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი ნეტარ არიან გლოვიარენი ვინაიდან ისინი ნუგეშინის მცემელნი იქნებიან ნეტარ არიან თვინიერნი ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ მწყურვანი ვინაიდან ისინი გააძღებიან ნეტარ არიან მოწყალენი ვინაიდან ისინი შეწყალებული იქნებიან ნეტარ არიან წმინდანი გულითა ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ ნეტარ არიან მშვიდობის მყოფენი ვინაიდან ისინი ღმერთის ძეებად იწოდებიან ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი ნეტარნი ხართ თქვენ რათა დაგიწყებენ გმოვას დევნას და სრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროს ჩემი გულისთვის გიხაროდენ
ვილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაურის საშა, რადგან ასევე დევნიდნენ წინასწარმეტყველთას, რომელიც თქვენზე უწინარესი იყვნენ. თქვენა ხართ მარილი მიწისა და თუ მარილი გამტკნარდა, რაღაცი დაამარილე, აღარად ვარგა თუ არა გადასაყრელად და კაცთა მიერ ფეხით სათელად. თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა, ვერ დაიმალება ქალაქი მთის მწვერვალზე გაშენებული, არავინ ანათებს სანთელს და დგამს მას საწყსოს ქვეშ, არამედ სასანთლეზე და უნათებს ყველა შინ ყოფს. და ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეს და ადიდებდნენ მამას თქვენსა ზეციერს. ნუ გონია თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად, რადგან ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, სანამ არ გადავაცა და მიწა ერთი იოტის ან ერთი წერტილის არ გადავა რჯულისგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. ამრიგად ვინც დაარღვევს თუნდაც ერთ-სამ უმცირეს ხნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთას, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში, ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში. რადგანაც გეუბნებით თქვენ, თუ კი თქვენი სიმართლე არ აღემატება წიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული არა კაცკლა, ხოლო ვინც მოჰკლავს სამართალში უნდა მიეცეს. მე კი გეუბნებით თქვენ, ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის მას, სამართალში უნდა მიეცეს. ხოლო ვინც ეტყვის თავის მას რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს და ვინც ეტყვის თავის მას შლეგო, ცეცხლის გენაში უნდა ჩავარდეს. ხოლო თუ შენ მიიგავს შესაწირი საკურთხეველთან და იქ გაიხსენებ, რომ შენი ძმა ძვირს იზრახავ შენთვის, დაუტოვე შენი შესაწირავი საკურთხევლის წინ, წადი, ჯერ შემოირიგე შენი ძმა და მხოლოდ შემდეგ მოდი და შესწირე შესაწირავი. დაუზავდი საჩქაროდ შენს მომჩივანს, სანამ ერთად გიხართ გზას, რათა მომჩივანმა არ მიქცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა სახურს და ჩავარდეს საპყრობილეში. ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვერ გამოხვალ იქედან, სანამ არ გაიღებ უკანასკნელ კოდრანს. თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული არა იმრუშო, ხოლო მე გეუბნები თქვენ, ყველა ვინც ნდობით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში. თუ კი გასუნებ შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დახკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გენას. ხოლო თუ გასუნებ შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დახკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გენას. ესეც თქმულა, ვინც გაუშვებს თავის სორს, უნდა მისცეს გაყრის წერილი. ხოლო მე გეუბნები თქვენ, ვინც გაუშვებს თავის სორს სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას და ვინც გაშვებულ შეირთავს მრუშობს. ამ ხელისუფლებებში ვარ ჩვენ დღეს. სად არის კაცები? სანთლის საძებნი გახდა კაცები. კვლავაც გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული
ნუ დაიფიცავ ტყუილად, არამედ შეასრულე უფალ შენი ფიცი, ხოლო მე გეუბნები თქვენ, სულაც ნუ დაიფიცავ, ნურს ცას, ვინაიდან ღმერთის ტახტია, ნურს მიწას, ვინაიდან მისი ტერფების კვარცხლბეკია, ნურს იერუსალემს, ვინაიდან დიდი მეუფის ქალაქია, ნურს შენ თავს დაიფიცავ, ვინაიდან არ შეგიძლია არც ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება, არამედ თქვენი სიტყვა იყოს ხო, ხო და არა, არა, ვინაიდან რაც ამაზე მეტია, ბოროტის ხმიერია. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა, თვალი თვალსა წილ და კბილი კბილსა წილ, ხოლო მე გეუბნებით თქვენ, ნუ აღუდგებით წინ ბოროტს, არამედ ვინც შემოκრას მარჯვენა პრიმალში, მიუშვირა მას მეორეც, და თუ ვინმე სურს გიჩივლოს და წაგართვა შენი პერანგი, მიეცი მას მოსასხამის, ან და თუ ვინმე გაიძულებს 1 მილის მანძილზე, გამომყევიო, 2-ზე გაკევი მას, თხოვნელს მიეცი და სესხების მსურველს ზურგს ნუ შეაქცე. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა, გიყვარდეს მოყვასი შენი და გზულდეს მტერი შენი, ხოლო მე გეუბნები თქვენ, გიყვარდეთ თქვენი მტერი, დალოცეთ თქვენი მაწყევარნი, კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსა დევნელთა და შეურაცხყოფელთათვის, რათა იყოთ თქვენ შვილნი მამის თქვენი ზეციერისა, ვისაც თავისი ზე ამოხავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთას და უსამართლოთას, რადგანაც თუ გეყვარება თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც? ან და თუ მოიკითხავ, ხოლო თქვენს მოძმეთ უჩვეულოს რას ჩადიხარ, განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც? მაშ იყავით თქვენ სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია მამა თქვენი ზეციერი. ებრძალეთ სიმართლის ქნას კაცთა წინაშე იმ მიზნით, რომ მათ დაგინახო. თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს მამის თქვენი ზეციერისაგან და როცა გასცემთ მოწყალებას, ნუ აკვირებთ თქვენს წინაშე ბუკ ნაღარს, როგორც იქცევიან თვალთმაგს სინაგოგებსა და ქუჩა ბანდებში, რათა განადიდოს ისინი ხალხმა. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. ხოლო როცა შენ გასცემ მოწყალებას, დაინუ ესოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა, რათა შენი მოწყალება დაფარული დაარჩეს და მამამ შენმამ, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად. ხოლო როდესაც ლოცულობ, ნუ ემსგავსები თვალთმაგს, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე მამის შენის მიმართ ფარულად და მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგო შენ ცხადად. ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეს წარმართა მსგავსად, რომელსაც გონიათ, რომ სიტყვა მრავლობის გამო შესმენილნი იქნებიან. ნუ ემსგავსებით მათ, ვინაიდან მამა თქვენმა ვიდრე სთხოვდეთ, მანამდე იცის თუ რა გჭირდებათ. ხოლო ლოცვით ასე ილოცეთ, მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი,
მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, როგორც საში ასევე ქვეყანაზედაც. პური ჩვენი არსობისა მოგვე ჩვენ დღეს და მოგვიტევეს ჩვენ ვალები ჩვენი, როგორც ჩვენ მიუტევებთ ჩვენს მოვალეთა. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება, აწ და მარადის და მრავალი ჟამიერი. თუ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეწოდებებს, თქვენს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი, ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეწოდებებს, არც თქვენს შეწოდებებს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი. და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით წუხარელი, თვალთ მაგსა მსგავსად, თავპირი რომ ჩამოსტირით, რათა მარხველებად ეჩვენონ ხალხს, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური, ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს უცხე და დაიბანე პირი შენი, რათა ხალხს კი არ ეჩვენო მარხველად, არამედ დაფარულში მყოფ მამას შენსას და მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგო შენ ცხადად. ნუ იუნჯებთ თქვენს საუნჯეს ამ ქვეყნად, სადაც ჟანგი და მღილი ღრნის მას და სადაც პარავნი თხრიან და იპარავენ. არამედ დაიუნჯეთ თქვენ საუნჯეს ზეცად, სადაც ვერც ჟანგი და ვერც მღილი ვერ ღრნის მას და სადაც პარავნი ვერ თხრიან და ვერ იპარავენ. ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი, ჩვენი. სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმინდაა, ნათელი იქნება შენი სხეულის, ხოლო თუ შენი თვალი უწმინდურია, ბნელი იქნება შენი სხეულის. მაგრამ თუ შენში ნათელის ბნელია, როგორღა იქნება ბნელი. არავის ძალუს ორი ბატონის მონობა, რადგან ან ერთ შეიყვარებს და მეორე შეიძულებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებს ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც. ამიტომაც გეუბნებით თქვენ, ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ვჭამოთ ან და რა ვსვათ, ნურს თქვენი სხეულისათვის, რით შევიმოსოთო. გაანა სული უფრო მეტი არ არის ვიდრე საზრდელი და სხეული უფრო მეტი ვიდრე სამოსელი. შეხედეთ ცის ფრინველს, არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ. ნუ თუ ჩვენ არ ვჯობივართ ფრინველთ, ან რომელ თქვენგანს ხელისუფლება ბევრის ეცადოს, თუ ერთი ციდით მოიმატოს სიმაღლე, ან სამოსლისთვის რაღაც ზრუნავთ. შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველი შროშანი, არც შრომობენ, არც ართავენ და გეუბნებით თქვენ, თვით სოლომონი მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი, ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, გაანა ჩვენ უკეთ არ შეგვმოსავს, მცირედ მორწმუნენო რომ ვართ. ნუ ზრუნავთ და იტყვით, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, ან და რით შევიმოსოთო. ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი და ვინაიდან მამას ჩვენსა ზეციერს იცის, რა გვჭირდება ჩვენ ყოველ დღეს. მას
ეზებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი და ყოველივე ეს მოგეცემათ. ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღისათვის, რადგან ხვალე თვითონ იზრუნებს თავისას, ყოველ დღეს ეყოფა თავისი საზრუნავი. ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ, ვინაიდან როგორი განსჯითად განსჯით, იმნაირითვე განისჯებით და რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყევით თქვენ. ან რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესას ვეღარ გზნობ? ან და როგორ ეუბნები შენს ძმას, მოიცა, ამოგიღო ბეწვი თვალიდან და თვითონ შენ კი დირე გაქვს თვალში. თვალთ მაგსო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი. ნუ მისცემთ სიწმინდე ზაღლებს, ნურს თქვენს მარგალიტებს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხი და მოგიბრუნდნენ და დააქფლითონ თქვენ, ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვებთ, დააკაკუნეთ და გაგიღებენ, რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, ძებნელს პოვებს და ვინც აკაკუნებს გაუღებენ. თუ გეგულება თქვენ შორის კაცი, შვილმა რომ ყური სთხოვოს და ქვა მისცეს მას, ან თევზი სთხოვოს და გველი მისცეს მას, ხოლო თუ თქვენ უკეთოთ შეგიძლიათ კეთილი საბუძვარი მისცეთ თქვენ შვილებს, რაოდენ უფრო მეც სიკეთეს მისცემს მამა თქვენი ზეციერი მის მიმართ თხოვნეთ. როგორ თქვენ გსურთ მოგექცენ კაცნი, თქვენც ასევე მოექცეთ მათ, ვინაიდან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი. შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭედა, ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად და მრავალნი დადიან მასზე. ძალიან ცუდ დღეში ვართ, ხალხო, იცოდეთ, მარხვა და ლოცვა. ერთმანეთის სიყვარული თუ გაგვაერთიანებსა და გვახსნევებს ქვეყანას ამ უბედურებიდან, რაშიდაც დღესა ვართ და მრავალი ათწლეული ვართ ასე. ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ და მცირედნი ჰპოვებენ მას. ებრძალეთ ცრუ წინასწარმეტყველთ, რომლებიც მოვლენ თქვენთან ცხვრების სამოსით, ხოლო შიგნით არიან მტაცებელნი მგლები. თავიანთი ნაყოფით ისნობთ მათ, განა ეკალზე კრეფენ ყურს ენს ან ნარზე ლეყს, ასე ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს და ყველა უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი გამოაქვს. არ შეიძლება ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა, ასე რომ თავიანთი ნაყოფით ისნობთ მათ. არა ყველა, ვინც მეტყვისმე უფალო შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს მამის ჩემის ზეციერის ნებას. მრავალი მეტყვიანი იმ დღეს უფალო, განა შენი სახელით არ წინასწარმეტყველებდით, განა შენი სახელით არ ვაძებებდით ეშმაკ და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს და მაშინ ვეტყვი მათ, არასოდეს მისვნი ხართ თქვენ, გამშორდით ურჯულოების მოქმედნო ყველას, ვინც ისმენთ ჩემს სიტყვას და ასრულებს მათ, მე მივამსგავსებ გონიერ კაცს, რომელთაც კლდეზე
დააშენა თავისი სახლი და მოვიდა წვიმა, მოვარდნენ დინარენი, დააქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ვერ დასცეს, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული და ყველას, ვინც ისმის სიტყვას, მაგრამ არ ასრულებს მათ, მივამსგავსე უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე ააშენა თავისი სახლი და მოვიდა წვიმა, მოვარდნენ დინარენი, დააქროლენ ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს და დაასცეს და დიდი იყო დასმა მისი. და როცა დაასრულა იესომ სიტყვა, უყვირდა ხალხს მისი მოძღვრება, ვინაიდან ის ასწავლიდა მათ როგორც ძალამოსილი და არა როგორც მათი წიგნობარი. დიდება უფალსმებოდადება. ბევრი ვერაფერს ვერ გეტყვით. ყველა ვიცით რა დღეში ვართ და რა უბედურებაში ვართ. ღმერთმა გაგვაერთიანოს კაცებო, ხატები ისრობა აქვს. ქალები სამებლად სახეს ნუ იშიშვლებ და საკეში ნუ იყურებით. ღმერთმა იქნება გადაგვარჩინოს თუ შეუდგებით მარხვას და ლოცვას. მიყვარხართ დროებით. ყველას მოგესალმებით.